პირდაპირ მინდა გითხრათ, ვისაც ეს ვიდეო ჩაუვარდა, ძალიან გაუმართლა. მაშასე გეთალმებათ ქურუმ მიქაელისტა, რომ მეკითხია გახლავართ და ძალიან გამიხარდება თუ დაალაიქებთ, თუ იქნებით ჩვენი გამომწერი, ჩვენი მეგობარი, ესე იგი ამ საერთო წრის წევრი, იქ სადაც სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთთან ლამაზად არის გადაჯვარედინებული და ცხოვრებას რაღაცნაირად ალღოს ესე გემრიელად ვუღებთ. მაშასე მინდა გისაუბროთ იმის შესახებ, რაც ძალიან ბევრ ადგილზე შეიძლება მოგისმინიეთ, შეიძლება არ მოგისმენიათ 19 იანვრის რაობას ეხა რელიგიური თვალსაზრისით აღარ გავშიფრავ. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს არის უზენაესი ძალებით კურთხეული და საკმაოდ რიტუალური დღე, ნაკურთხი წყალის მთელი, ასე ვთქვათ, ღვთაებრიობაზე არ მინდა საუბარი, იქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა რაღაც სამკითხაოდ, რაღაც დიდი რიტუალები ტარდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, როგორ ვხვდებით 19 იანვარს. უფრო აქეთ დავიწყებ, ანუ დღეს როცა ვიდეოს ვწერ, არის 18 იანვარი და რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ კეთილდღეობა, სიმდიდრე, ჯანმრთელობა, სიყვარული და ყველაფერი საუკეთესო თქვენს ოჯახებს და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს არ მოშორდეს. მაშასე 18-დან 19 იანვარს ღამით მიუხედავად იმისა, არის თუ არა თქვენთვის სასიამოვნო და მისაღები ამინდი, ვაღებთ პანჯარას. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს გაღებული აივანიც, ჩემო კარგო ადამიანებო, და ხელში გვიგავია ჭურჭელი, რომელიც სავსეა ჩვეულებრივი წყლით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც უფრო დიდ ხანს ესე ხელზე დადებული ეს ჭურჭელი წყლით სავსე ხელში გვიგავია და შესაბამისად ეს ჯადოსნური ღამე მას ანიჭებს ისეთ ღვთიურ სისუფთავისა და ისეთ ჯადოსნურ ძალას ხშირ შემთხვევაში სასწაულებსაც კი ახდენს. ანუ დამუხტული წყალი ამ ღამის დიდებულებით მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ იმ მოთავსებულ ჭურჭლიდან ყლუპ-ყლუპით სვათ და ეს თქვენს ჯანმრთელობასა და განკურნებაზე სუპერ შესაძლებლობებით იმოქმედებს. ეს ერთი, ეხლა რაც შეეხება მეორეს, რომელიც ასევე გულითა და სულით მინდა გისურვოთ, ეს არის დილიდან მსუყეთ და გენრიელი საუზმე ან კიდე სადილე ვახშმამდე და მთელი წელი ესეთი ნუყიერი გექნებათ, შემოსავლიანი და მატერიალურად აღმატებული. ეს დაიმახსოვრეთ. შეეხება მესამეს, რომელსაც ამ დღეს ეს უკვე ხდება ჩემო კარგებო 19-ში, როგორც უკვე ეს არის ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რა ვიცი თუ გაქვთ და ძალიან კარგი და თუ არა გაგშეგლიათ მოიმარაგოთ, სანდალის ან დარიჩინის ეთერზეთი, მოდი ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენი ოჯახში არსებულ ან ბინაში არსებულ ფანჯრის მინებზე გამოვსახავთ როგორც ჯვარს. აი ზუსტად ამ ადგილიდან შემოვა ზემოდან ნათება, მოგვაგნებენ ანგელოზები და შემოაქვთ ჩვენს სახლში სინათლე, სითბო, კაცთა შორის სათნოება და ერთგულება, მხარში დგომა და ოჯახური, მოდი ასე ვთქვათ, იდილიაში ძალიან ისე შეგიწყობთ ხელს. როგორაც საჭიროა, როგორც ამ დღეს ასე ვთქვათ, ეკადრება. აღნიშნული ზეთების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებშიც, ვიღაცა შეიძლება მსგავს ეზოთერიკულ მიდრეკილებებში და კი აქვს ეს ეთერ ზეთი. რაც შეეხება ჩვენს მიწიერ ტოვებს, ეს არის ჩვენი ფულადი მდგომარეობა აღნიშნულ დროს მისი გაუმჯობესებისათვის, ანუ 19 იანვარს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ძალიან ესე შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი რიტუალი, ჩვეულებრივი მონეტა, რაც გვაქვს, ესე ვთქვათ, ფულადი ნომინალი, ეს იქნება 1 თუ 2 ასე ვთქვათ ლარიანი, არ არის გამორიცხული ვიღაცას ცენტის კონდეს. დავიჭიროთ ხელში, როგორც ხდება ხოლმე, მოუჭიროთ აი ამ მონეტას, ესე მყარად და ესე საფუძვლიანად ხელი და ვთქვათ ეს ლოცვა. რაქის მონეტას სამყაროს ვუგზავნი და ჩემს სიმდიდრეს 100-ჯერ ვამრავლებ და იყოს ასე. და არ შევხედოთ საით რა მიმართულებით აღნიშნული მონეტა მოვისროლოთ, რაც შეგვიძლია ჩვენგან შორს. ისე რომ არ შევხედოთ სად დავარდა, ვისკენ აქვს, პირი ვისკენ აქვს, თვალი ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უბრალოდ დატოვეთ, გაუგზავნეთ სამყაროს იმისათვის და იმ იმედით, რომ თქვენი ფულადის შემოსავალი ღვთისწყალობით გამდიდრდება. რას ვაკეთებთ ენერგო გაცვლისთვის?
ამას გადასარევად ფლობს, ეხლა კიდე შეგახსენებთ, კომენტარში დავწერთ, გარდა იმისა, რომ გულებს დავწერთ, გავიზიარებთ, ჩვენ საყვარელ ადამიანებს ვაჩვენებთ ამ ყველაფერს და ასე ვთქვათ, დავაწერთ კომენტარებში და იყოს ასე. ამინ, კეთილდღეობა, სიმდიდრე, სითბო, სისუფთავე, ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ღვთიურ და ზეციურ წყალობასთან, თქვენ, ჩემო ტკბილო ადამიანებო, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და ვისაც გაუჩნდა ეხლა მომენტალურად სურვილი, აუცილებლად ვიწყებ ამაზე მუშაობას. კარგად მოისმინეთ, რამდენჯერმე გადაიმეორეთ, რაც მიწერია, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ თვალით გააკონტროლოთ და პირდაპირ პრაქტიკაში ჩაუშვათ. კოცნით გეფერებით და წინასწარ გილოცავთ ნათლისღებას ყველას თქვენი თეა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და შენწე. ხო მართლა პირადი ჩაწერები გრძელდება, აუცილებლად ვისაც ეს უნდა, ძალიან კარგია ჯერ კიდევ 2025 წლის დაგეგმარებასთან არ არის გვიან, ალბათ კიდე 2-3 დღე და აქ უკვე მთავრდება 2025 წლის პირადი გაშლების მთელი გრძელი ეპოპეა, რომელიც თითქმის 1 თვეა მიმდინარეობს. როგორ უნდა მომართოთ იცით, სად უნდა მომძებნოთ ესეც იცით, მას შეგელოდებით. ეხლა კი მართლა კარგად იყავით.